მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. როგორც იცით, მე გახლავართ იოსები, ბუჩიკ სასტუმროს მენეჯერი და დღევანდელი ჩემი თემა იქნება რესეფშენი, იგივე მიმღები დესკი სასტუმროში, რომლის მთავარი ამოცანაა სტუმრის სრულყოფილი კომფორტი. ანუ რომ არა რესეფშენი, სასტუმროში საერთოდ არაფერი არ მოხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. მიმღები დესკის მთავარი მოვალეობა რაც არის, ეს არის სტუმრის მიღება, დახვედრა, ოთახში შეყვანა, ყველანაირი ინფორმაციის მიწოდება, ყველანაირ კითხვაზე პასუხის გაცემა, ქვეყნის გაცნობა, ისტორიის მოყოლა, არ ვიცი, საერთოდ რაც კი რამე არსებობს სასტუმროს სფეროში, მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი არის რესეფშენის დესკი, იმიტომ რომ არა ეს კადრი სასტუმროში ფაქტიურად არაფერი არ მოხდებოდა და შესაბამისად ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რესეფშენის დესკს, იმიტომ რომ ის აკონტროლებს აბსოლუტურად ყველა დეპარტამენტს, აბსოლუტურად ყველასთან აქვს კავშირი. ეს არის სტუმარი, ეს არის ბელბოი, იგივე დამხმარე ბიჭი, ეს არის მზარეული, ეს არის დიასახლისები, ჰაუსკიპინგი, აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებს, ასე ვთქვათ, მიმღები დესკი, ასე რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია, უნდა იყოს რესეფშენი რაღაცნაირი ცოცხალი, ძალიან ფრეში ადამიანი, ძალიან კარგი ვიზუალი, მოწესრიგებული ფორმით, ძალიან ლამაზი, ძალიან კორექტული, ძალიან თბილი და დამერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ყველა სტუმარი თქვენ სასტუმროებში იქნება ძალიან კმაყოფილი, იმიტომ რომ სწორედ რომ რესეფშენის დესკის დამსახურებაა ბევრი რაღაცა სასტუმროში. ასე რომ მეგობრებო, მოგმართოთ სასტუმროს მენეჯერებს, ბუჩიკ სასტუმროს მენეჯერებს, ქსელური სასტუმროების მენეჯერებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით რესეფშენის დესკს. და რომ არა ეს რგოლი ბევრი რაღაცა სასტუმროში ისეთი დალაგებული ვერ იქნება, როგორც არის. მე მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, აი ძალიან ბევრს რომ მოგზაურობთ და ყველას რო გვიყვარს მოგზაურობა ჩემი ჩათვლით, იმიტომ რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ ქვეყნიდან თუ არ გავიდი, ცოტა დეპრესია მეწყება და შესაბამისად ძალიან ბევრს ვცდილობ რომ ვიმოგზაურო და ბევრი ქვეყნები ვნახო და ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი გამოცდილება სასტუმროებში, როგორ ხვდებიან რესეფშენები, რა ინფორმაციას გაწვდიან, აი ეს ყველაფერი კომენტარებში დამიწერეთ, მე ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვითარდები ჩემ სფეროში, ყოველდღიურად მაინტერესებს სიახლეები და ასე შემდეგ. ასე რომ ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ, დაგემშვიდობებით ყველას და მოკლედ ველოდებით თქვენს ძალიან ბევრ კომენტარებს და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მისმენს, ძალიან ბევრი დამწყები ამ სფეროში მისმენს და შესაბამისად თუ ოდნავ რაღაცით გეხმარებით, ესე იგი ძალიან ოკეია ყველაფერი. ეხლა კი წავედი დაგემშვიდობებით, კოცნით.